2013 წლიდან სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ორ ეტაპად ჩააბარებენ. საგამოცდო სისტემაში ცვლილების შესახებ საზოგადოებას განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აცნობეს. ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ. მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ცვლილებები არ იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. 17 წლის სალომე კავთელაძემ დღეს შეიტყო, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ორ ეტაპად ჩააბარებს. სალომე ფიქრობს, რომ გამოცდების ორ ეტაპად ჩაბარება მე-11 კლასელებს სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარება. დიდი სტრესი იყო 8 გამოცდის ერთად ჩაბარება და ეხლა რადგან შუაზე გაიყო, უფრო მარტივად მოხდება. თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ თქვათ რამე საგანში ჩავიჭარით, შეგვიძლია მეორეჯერაც გადავაბაროთ. აქვს ერთი მინუსი, რომ ჩვენთვის გარკვეულწილად ცოტა სიახლეს წარმოადგენს და ამიტომ მგონია, რომ ცოტა გაგვიჭირდება სიახლით დაწყება მომავალი სასწავლო წლის. გამოცდების ახალი მოდელის თანახმად მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ. მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. თუ მე-11 კლასის მოსწავლე საგანში სასურველ ქულას ვერ დააგროვებს, ის შეუფერხებლად გააგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებს. ჩვენ ამ სისტემას ეხლავე არ დავნერგავთ რიგი მიზეზების გამო, რომელთაგანაც მთავარი არის ის, რომ დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩვენ არა ვართ გარანტირებული იმაზე, რომ საგამოცდო ბაზები არ არის ასე ვთქვათ გახსნილი. საატესტატო გამოცდებს ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. წელს გამონაკლისის სახით მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. ჩვენ მოგვიწევს თავიდან ამ სისტემის აგება, კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებას გულისხმობ, ბანკის სრულყოფა და შექმნა, რა თქმა უნდა, არანაირად საკმარისი ის პერიოდი არ არის მაისის თვემდე. მე-11 კლასელები გამოცდების პირველ ნაწილს ასევე გამონაკლისის სახით არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ, რაც მათ უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს.